დავხურე წიგნი და ისეთი სიჩუმე ჩამოწვა, თითქოს რაღაც წმინდა გარდაიცვალა ჩემში. დოსტოევსკის იდიოტი. თითქოს გულიდან ამოგლეჯილი სიმართლეა იმაზე, რომ ამ სამყაროში სიკეთე ხშირად უძლურია. მთელი წიგნის კითხვის პროცესში თან დევდა, ცევდა. იმიტომ არა, რომ დასასრული მტკივა, არამედ იმიტომ, რომ ის სიმშვიდე, რაც მიშკის ჰქონდა, ჩემში აღარ არსებობს. როცა იდიოტს კითხულობ, ხვდები, რომ ყველაზე ტანჯული ყოველთვის ის არის, ვინც ყველაზე სუფთაა. მიშკინი თითქოს ცოცხალი ექსპერიმენტია და დაემართება კეთილ ადამიანს, როცა ბოროტ სამყაროში აღმოჩნდება და პასუხი საშინლად მარტივია. ის იტანჯება, მაგრამ ამ ტანჯვაშიც არის რაღაც ღვთიური. თითქოს მიშკინი საკუთარ თავში ატარებს ყველაფერს, რაც ჩვენში დავკარგეთ. დობას, გულწრფელობას, გულუბრყვილო სიწმინდეს. როცა ვკითხულობდი, მეჩვენებოდა, რომ თვითონაც მეშინოდა მისი სიკეთის. თითქოს ასეთები არ უნდა არსებობდნენ, რადგან მათი არსებობა გვაყვედრის, რამდენად შორს წავედით ადამიანობიდან. დოსტოევსკმა გვაჩვენა, რომ ზოგჯერ იდიოტი ის კი არ არის, ვინც ვერ ხვდება, არამედ ის, ვინც ჯერ კიდევ გრძნობს. წიგნი რომ დავხურე, რაღაც ჩამწყდა. გავიაზრე, რომ სიკეთე მარტო ყოფნას გავს. ყველას უყვარს, მაგრამ ვერავინ უძლებს მასთან ერთად ყოფნას. და ალბათ ამიტომაც გრჩება სევდა, როცა იდიოტს ვკითხულობთ. იმიტომ რომ მიშკინი გვახსენებს იმ საკუთარ თავს, ვინც ოდესღაც ვიყავით, როდესაც გვჯეროდა სიყვარულის, უანგარობის. გვახსენებს იმ თავს, როდესაც სუფთები ვიყავით.